ერთ უცნაურ რაღაცას ვიტყვი, მაგრამ ერთი წმინდა მამა ამბობს, რომ აი ყველა ცოდვა რომ დაამარცხო, ყველანაირი ქვენაგრძნობა რომ დათგუნო შენში, პატიმოყვარეობის სურვილი არ შეგეშვება. პატიმოყვარეობის სურვილი რას ნიშნავს, რომ ესე იგი შენ იყო დაფასებული საზოგადოებაში, კარგი სახელი გქონდეს. ანუ პატივს გცემდნენ. რა თქმა უნდა, სიკეთეს რომ აკეთებ, შენ ზუსტად ფიქრობ იმასაც, რომ ეს გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი უფრო სწორედ, მე გავხდები ცნობადი და გავხდები პატივცემული პიროვნება. თუ ამისგან თავისუფალი ვარ, მაგრამ როგორც თქვი, ამისგან ბოლომდე თავისუფალი ვერ ვიქნები, შემიძლია რომ ეს გავაშუქო. არა იმიტომ რომ შენ დაგინახონ, არამედ იმიტომ რომ სიკეთისთვის აღძრა, ასე ვთქვათ, სიკეთისთვის განაწყო. თუმცა რა თქმა უნდა, მაინც უმჯობესი არის რომ სიკეთე იყოს დაფარული. მაგრამ ჩვენისთანა საზოგადოებაში მაინც რაღაც მომენტში საჭიროც არის რომ სიკეთის აფიშირება მოხდეს. თუმცა ჩვენ უნდა გვესმოდეს რატო ვაკეთებთ ამ აფიშირებას. იმისთვის რომ საზოგადოებაში ეს მენტალიტეტი შემოვიდეს და დაინერგოს თუ იმისთვის რომ განმადიდოს საზოგადოებამ და პატივი მომაგოს.